მოგესალმებით სრულიად საქართველოს ჩვენს თანამემამულეებს როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ გასულებს გილოცავთ შობა ახალ წელს ნათლის ღებას ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო ღმერთმა ისე წაიყვანოს ჩვენი ქვეყნის საქმე რომ აი ხვალიდან მხოლოდ წარმატებები და სიხარული გამარჯვება და სიყვარული გვენახოს ებატონოს სიყვარულს თანადგომას ერთმანეთის პატივისცემას მოფერებას ჩვენს ქვეყანაში სხვანაირად ჩვენ წინ ვერ წავალთ თუ ჩვენ მოусმენთ ნიჭიერ ახალგაზრდებს გონიერ ჭკვიან ასაკოვან ხალხს და ერთად ვიმსჯელებთ ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე ყველანი ერთად ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას წინსვლას ჩვენ ყველა რესურსი გვაქვს სხვას რო თავიდანვე ძალიან მდიდარი ისტორია გვაქვს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია ჩვენი ერი დიდი კულტურის შემქმნელი ერია ამას არ დავიწყება უნდა პირიქით ამას ყოველდღიურად გახსენება სჭირდება ჩვენი მომავალი თაობა რომელზეც მომავალი ჩვენი ქვეყნის მომავალია ასაშენებელი აი ჩვენ უფროს თაობას გმართებს ამ ახალგაზრდა თაობის სწორგზაზე დაყენება მათ პირველი კლასიდან უნდა ვასწავლიდეთ სამშობლოს სიყვარულს პატივისცემას ერთმანეთისა განსაკუთრებით პატივისცემას უმცროსი თაობისა უფროსი თაობისადმი პატივისცემას განსხვავებული აზრისადმი ჩემო ძვირფასებო ბევრი ჭირვარამი გადაგვხვდა თავს და არც ეხლა ვართ მანდამაინც დამშვიდებული რამდენი ნატრობს როდის დაადგება საშველი რომ ქვეყანა დამშვიდდეს დაწყნარდეს ამაში თვითონ ჩვენდაგანს მოგვეთხოვება პასუხი ეს ხელისუფლება იქნება თუ ხელისუფლების გარეთ ყოფილი ადამიანები ჩემო ძვირფასებო მოდით გადავდოთ პირადი წყენები გვერდზე და ყველამ ერთად ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე ჩვენი ქვეყნა გადარჩება მაშინ თუ ჩვენ ერთმანეთს ხელი ხელს ჩავკიდებთ და გონიერი და ჭკვიანი ადამიანების მიერ ნაკარნახებ გზაზე დავიწყებთ სიარულს ემოციებს გვერდზე გადავდებთ და მოთმინებასა და ჭკუას ერთად გამოვიყენებთ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩემო ძვირფასებო საქართველოს ღმერთმა ისეთი ადგილი არ გუნა ქართველებს ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული ადგილი და ამიტომ არის მსოფლიოს უზარმაზარი ქვეყნები ოდითგანვე ცდილობდნენ და დღესაც აგრძელებენ ამ ტრადიციას თითოეულ მათგანს უნდა ჩვენი ხელში ჩაგდება თითოეულ მათგანს უნდა ჩვენი თავის გამოყენება მეორე დიდი ქვეყნის წინააღმდეგ სამწუხაროდ ასეთი ბედი გვარგუნა ღმერთმა მაგრამ ჩვენ გადავურჩით დიდ ქვეყნებს ვეშაპებს რომლებიც ცდილობდნენ ჩვენს გადაყლაპვას დღემდე მოვედით და ამის გათვალისწინებით ჩვენ არა გვაქვს უფლება დღეს ჩვენი ქვეყანა ვინმეს ჩავაბაროთ ჩვენ ვიმეგვებრებთ ვითანამშრომლებთ ყველასთან დიდი ქვეყანა იქნება თუ ახლო
პატარა ქვეყანა მეზობელი თუ შორეული ჩვენ უნდა შევძლოთ თვითონ მათგანთან ისეთი ურთიერთობის დამყარება რომ თვითონმა მათგანმა გაითვალისწინოს ჩვენი ინტერესები კი ბატონო ჩვენც გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს მაგრამ პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა არის ქართველი ხალხისა საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანისა რომლებიც თავის სამშობლოდ თვლიან ჩვენ საქართველოს ჩვენ სამშობლოს ჩვენ არავის ვასალი არ უნდა გავხდეთ ჩვენ პირველ რიგში უნდა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები რომლითაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი დღემდე მოვიდა აი ეს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაგისრია რაც არ უნდა გემრიელი კამფეტები მოგვაწოდონ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენ არ უნდა შევცდეთ ჩვენ პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს ვისი შვილი ვართ რომელი ქვეყნის იმ სახელოვანი წინაპრებისა რომლებსაც თავი დასდეს სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს გადარჩენას და ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენი ქვეყანა სხვას ჩავაბაროთ კიდევ ვიმეორებ ვითანამშრომლოთ ვიმეგობროთ მაგრამ პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენი ქვეყნის მთლიანობა და ერთიანი საქართველო მზად არის ყველასთან ითანამშრომლოს იმეგობროს აი ამ მიმართულებით შექმნილი არის ჩვენი დიდი მამულიშვილების მიერ მერაბ ბერძენიშვილისა რეზო ჩხეიძისა და ანზორ ერქომაიშვილისა და სხვათა დიდებული ქართველების მიერ შექმნილი არის ქართული ერთობის დარბაზი და ამ ქართული ერთობის დარბაზის მიერ არაერთი საინტერესო პრობლემა იქნა გადაწყვეტილი არაერთი საინტერესო საკითხი იქნა დასმული და შესწავლილი და ჩვენ საზოგადოებას ჩვენი საკუთარი ტელევიზიით ღარიბი მაგრამ ძალიან დიდარი მართალი ტელევიზიით რომელზეც ოცნებობდა ბატონი მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე ჩვენ უნდა გქონდეს მართალი ტელევიზია არც სახელმწიფოს ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ უნდა ემორჩილებოდეს ეს უნდა იყოს ხალხის ტელევიზია ჩვენ ამიტომ აი ამ ტელევიზიით არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იქნა გაშუქებული ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვადასხვა კუთხით და აი მეცნიერთა კონგრესის მიერ რამდენი საინტერესო პროგრამა წარმოდგენილი იმისათვის რომ ჩვენი მეცნიერები პირველ რიგში მეცნიერები კულტურისა და ხელოვნების მუშაკები განსაკუთრებით დამსახურებულები ფიქრობენ და ზრუნავენ ჩვენ სამშობლოს მომავალზე და ჩვენ ხელისუფლებას ხელი უნდა შევუწყოთ იმაში თუ მოგვისმენენ რომ ცნობილი მეცნიერების მიერ შემუშავებული პროგრამას ხორცი შეასხან და ის პრაქტიკულად განხორციელდეს ჩემო თანამემამულეებო ქართული ერთობის დარბაზი მეცნიერთა კონგრესი 8 თებერვალს მიმდინარე წლის 8 თებერვალს გელათში ისტორიული აკადემიის კედლებში აპირებს საბოლოოდ უკვე მიიღოს ეს პროექტი უკვე დიდი ხანია გამზადებულია და საბოლოო სახით მიიღოს ეს ქართული ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა რომელშიც ცალკეულ პუნქტებად არის ჩამოყალიბებული ის თავარი პრიორიტეტები ის თავარი პრინციპები რაზედაც უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო აგებული და საიდანაც ჩვენ უნდა წავიდეთ აი ამ ახალი საბოლოო რედაქციით ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტის მიღება
და დამტკიცება მოხდება 8 თებერვალს გელათის ისტორიულ აკადემიის ისტორიულ კედლებში. ჩვენი დიდი მეფის საქართველოს გადამრჩენის და არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპული ცივილიზაციის გადამრჩენის დიდი მეფის დავით აღმაშენებლის საფლავთან. ჩემო ძვირფასებო, ამ დოქტრინის მიღება ისტორიული მოვლენა არის. ჩვენი ხელისუფლებას ბევრს გაეგზავნა ეს პროექტი, ხელისუფლების მეცნიერების თუ განათლების კულტურის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, საპატრიარქოს და აი ჩვენ არაერთი შენიშვნა მივიღეთ ამ პროექტთან დაკავშირებით და აი საბოლოო რედაქციით იქნება მიღებული ეს ეროვნულ სახელმწიფოების დოქტრინა აკადემიის ისტორიულ კედლებში 8 თებერვალს მიმდინარე წლის 8 თებერვალს მე მინდა დაულოცო გზა ამ დოქტრინას დაულოცო გზა ჩვენს მომავალ თაობას რომელმაც უნდა იაროს აი ამ დოქტრინაში ჩამოყალიბებულ პრინციპებზე აგებულ გზაზე აი ამ გზაზე თუ ივლიან საქართველოს მართლაც უბედნესი და უძლიერესი ქვეყანა იქნება მსოფლიოში. როგორ გვახარებს თითოეული ქართველის წარმატება მართლაც ნიჭიერია ქართველი ერი. სხვანაირად ნუ ჩამithვლის რავინ ყველას თავისი სილამაზე და სიმშვენიერი ახლავს. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, ერთ-ერთი გამორჩეული ხალხი, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კარი გააღოს და მას იმდენი დამსახურება აქვს, რომ მათ პატივისცემით მოეპყრან ყველგან. და არა ისე სამწუხაროდ ზემოდან მასქერალი დიდი ქვეყნები თუ სხვა პატარა ქვეყნები სამწუხაროდ ზემოდან უღურებენ. აი ჩვენ დავიცვათ ჩვენი ღირსება, ჩვენი ისტორია, ტრადიციები, ჩვენი მთავარი ღირებულებები, რომლითაც საუკუნეები გამოიარა ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ. მე მჯერა რომ სულ მალე ჩემო ძვირფასებო მთავარი ტკივილი რომელიც ჩვენი ხალხი ატარებს რამდენიმე წელია ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დროებით დაკარგულის ისევ გაერთიანება ჩვენ ქვეყანასთან. და მე მჯერა რომ მალე რაღაცა ნაბიჯები იდგმება, მალე შეიძლება ერთმანეთს მიულოცოთ და ჩვენი პატრიარქი, ჩვენი უბრძენესი დიდი პიროვნება, ცოცხალი წმინდანი ჩვენი პატრიარქი, მე იმედი მაქვს მალე მოგვილოცავს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. გამთლიანებისათვის ბრძოლა კი თითოეული ჩვენთაგანის ურთიერთ პატივისცემაზე, სიყვარულზე, გვერდში დგომაზე უნდა იყოს დამყარებული. მე მჯერა რომ ერთმანეთს მალე ამ დიდ სიხარულს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ქვია ქვეყნის გამთლიანება. გაიმარჯოს სიყვარულმა, სიყვარულს და სიმშვიდეს არაფერი არ ჯობია. ჩემო ძვირფასებო, დაულოცოთ გზა კიდევ ერთხელ აი ამ ეროვნულ სახელმწიფოების დოქტრინის მიღებას გელათში 8 თებერვალს. დიდება ჩვენ სამშობლოს. გვიყვარდეს ერთმანეთი და ყველას ერთად ჩვენი სამშობლო. ნახვამდის ჩემო მაყურებელო.